მოგესალმებით, ამ ვიდეოში განვიხილავ გამორჩეულ მანხვას, რომელშიც შეხვდებით ბევრ საინტერესო პერსონაჟს, მათი მონაწილეობით გამართულ დაძაბულ ბრძოლებს და სიუჟეტის დრამატულ განვითარებას. ეს მანხვა აღწერს დაახლოებით შუა საუკუნეების ეპოქის შესაბამის გარემოს, სადაც რეალური ძალაუფლება იმის ხელშია, ვინც ფლობს მეტ ჯარისკაცს, რაინდსა და ზეადამიანს. ჯარისკაცები არიან ჩვეულებრივი გაწვრთნილი მეომრები, რაინდები კი მათზე მაღალ დონეზე მყოფი მებრძოლები, რომლებმაც გამოაუვიძეს ძალა, ხოლო უმაღლეს საფეხურზე არიან ზეადამიანები, რომლებმაც გამოაუვიძეს აურა. ამ მანხვის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ მთავარი პერსონაჟი ცხოვრობს იმპერიის მოსაზღვრე სამეფოს ღარიბ სამფლობელოში, რომელსაც არა მხოლოდ ძლიერი არესის იმპერია ესახება ეგზისტენციალურ საფრთხედ, არამედ ჩასაფრებულ მდგომარეობაში მყოფი მეზობელი ამპარტავანი დიდგვაროვნებიც. ნაწარმოები მოგვითხრობს სახელმწიფო გრანდიას მოქალაქე ლოგან მაკლეინზე, რომლის ქვეყანაც დაიპყრო მეზობელმა არესის იმპერიამ. სწორედ მასთან ბრძოლას შეეწირა მისი უმცროსი ძმა და ოჯახი, ამიტომ ლოგანი გახდა ამბოხებული და შურისძიების მოტივით იმპერიის დაუძინებელი მტერი. შესავალში ვიგებთ, რომ ლოგანი არის ამბოხებული სამეფოდან, რომლის მიზანიც არის იმპერატორის ლიკვიდაცია. მეამბოხეები ლოგანს აბარებენ საიდუმლო წიგნს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუვარდეს ხელში იმპერიას. უთანასწორო ბრძოლაში იმპერიის ჯარისკაცების ალყაში მოქცეულ ლოგანს სხვა გზა აღარ რჩება და თავს იკლავს. ლოგანი კვდება სინანულით და იმის იმედით, რომ თუ კიდევ ერთხელ მიეცემოდა ოჯახთან შეხვედრის შანსი, იგი აუცილებლად ითხოვდა მათგან პატიებას. სიკვდილის შემდეგ ლოგანი სასწაულებრივად ბრუნდება წარსულში, როგორც რეგრესორი და მიზნად ისახავს ოჯახის დაცვასა და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. წარსულში დაბრუნებულ ლოგანს აქვს მიზანი, რომ პირველ რიგში გადაარჩინოს მისი ოჯახი და საყვარელი ადამიანები. ხოლო თუ შესაძლებლობა მიეცემა, არ შემოიფარგლოს მხოლოდ მაკლეინების სამფლობელოთი და განსაცდელისგან იხსნას მთლიანად გრანდიის სამეფო. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რა სახის შეცდომებზეა საუბარი, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წუთამდეც კი არ ასვენებდა ზრდასრულ ადამიანს. ლოგანმა გადადგა ბევრი მცდარი ნაბიჯი. ოჯახის უფროსის, პატრიკ მაკლეინისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა ლოგანის მიერ უმცროსი ძმის მოწამლა მასთან დუელში დამარცხების გამო. საბოლოოდ პატრიკმა უარი თქვა შურისგან დაბრმავებულ შვილზე და იგი ოჯახიდან გააგდო. წარსულში დაბრუნებული და შეცდომების გამოსწორებით მოტივირებული ლოგანი იწყებს ვარჯიშს იმ საიდუმლო წიგნის მასალების მიხედვით, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა. ამჯერად მას აქვს უპირატესობა, ის ბევრად ახალგაზრდაა და მის სხეულს შეუძლია განვითარება. აღსანიშნავია, რომ მაკლეინების ოჯახი ერთ დროს იყო შეძლებული და გავლენიანი, მაგრამ ბოლო 200 წლის განმავლობაში არაკომპეტენტურმა ოჯახის უფროსებმა მაკლეინები მიიყვანა დაუძლურებამდე, ტერიტორიების დათმობამდე და გავლენის დაკარგვამდე. ლოგანი მიმართავს ყველა ხერხს, რათა გააძლიეროს ოჯახი მომავალი საფრთხეებისგან თავის დასაცავად. იგი მისი უღირსი საცოლის მიერ გაუქმებულ ნიშნობას იყენებს ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და მას სთხოვს კომპენსაციას. ყოფილი საცოლისგან მიღებული 3 მილიონით ლოგანი აკეთებს ინვესტიციას ბიზნესში. პარალელურად ლოგანი აშენებს კაშხალს, რომელიც აცოცხლებს მაკლეინების უნაყოფო მიწას. ამავე დროს ის აშენებს ოქროს მაღაროს და ამ გზით დამატებით რესურსებს აჩენს. იგი ცდილობს მაკლეინების სამხედრო ძალის გაძლიერებას და ყიდულობს პერსპექტიულ მონებს, რომელთაც ჰპირდება თავისუფლებას ერთგული სამსახურისთვის. ლოგანი ყიდულობს გამოცდილ მჭედელს, ასევე მომავალში დიდგვაროვანთა მუსრელის სახელით ცნობილ ბიჩს, რომელმაც იმ დონეს მიაღწია, რომ დამოუკიდებლად გამოაუვიძა აურა. მომავლის ინფორმაციით აღჭურვილი ლოგანი ემზადება გარდაუვალი ომებისთვის, რომლებიც ემუქრება როგორც ინდივიდუალურად მის ოჯახს, ასევე სახელმწიფოს. ის იწყებს ფიზიკურ ვარჯიშს ოჯახის რაინდებთან ერთად, რომლებიც თავიდან სკეპტიკურად უყურებენ. მაგრამ საბოლოოდ აღიარებენ მის შედეგებს. თავდაუზოგავი შრომისა და დიდი ლოდინის შემდეგ ეს დღეც მოდის, როცა ხდება ლოგანის ძალისხმევის პირველი გამოცდა. მაკლეინებს მეზობელი დიდგვაროვანი უცხადებს ომს, მიზეზად კი ასახელებს მაკლეინების ხელით მისი შორეული წინაპრის უსამართლო სიკვდილს. ეს აშკარად აბსურდული საბაბია და იგრძნობა, რომ ომი ხელოვნურად არის გამოწვეული. ამ ბრძოლაში ხდება მჭედელი ჰამარის მიერ შექმნილი თანამედროვე იარაღით აღჭურვილი მშვილდოსანთა კავალერიის პირველი გამოცდა, რაც წარმატებით სრულდება და გარდამტეხ როლს ასრულებს დაპირისპირებაში. ბრძოლის შემდეგ ლოგანი ბოდიშს უხდის დედინაცვალსა და ნახევარ-ძმას, იმის გამო, თუ როგორ უსამართლოდ ექცეოდა მათ. მის სიტყვებში იგრძნობა გულწრფელობა. ლოგანი მამასთან თავისი შეცდომების გამოსყიდვას ახერხებს საკუთარი მიღწევებით და რეზულტატით, კერძოდ ბრძოლაში შეტანილი გარდამტეხი წვლილით.
ზედმეტად მონდომებული ლოგანი არ უფრთხილდება დიდგვაროვნის რეპუტაციას და ყველა გზით ცდილობს რესურსების მოძიებას. იგი წარსულის ცოდნით ქმნის წამალს უშვილო კაცებისთვის და ყიდის მას დედაქალაქში. ამ გზით ის იღებს საკმაო შემოსავალს, რასაც აგროვებს შავი დღისთვის და მომავალი ბრძოლებისთვის. მოულოდნელად ლოგანს ეწვევა უჩვეულო კლიენტი, მისი შექმნილი წამლით მკურნალობს სამეფოს უძლიერესი მებრძოლი ფელიქს ესპერანსა. მადლიერი ჰერცოგი თავს გრძნობს დავალებულად და ამ მიზეზით იგი ლოგანს პირადად ასწავლის საბრძოლო ხელოვნებას. ლოგანის შექმნილი წამლით მკურნალობის შემდეგ ჰერცოგ ესპერანსას მეუღლე ორსულდება, რაც 70 წლის ასაკში მყოფ გრანდიის უძლიერეს მებრძოლს აძლევს შესაძლებლობას აისრულოს დიდი ხნის ნატვრა და გახდეს მამა. გახარებული ჰერცოგი ლოგანს ოფიციალურად აღიარებს მის მოსწავლედ და სთხოვს, რომ ამიერიდან დაუძახოს მასწავლებელი. ლოგანი მეთოდურად აძლიერებს მაკლეინების სამფლობელოს და იწყებს ახალგაზრდების რეკრუტირებას, რათა სამომავლოდ სრულად დააკომპლექტოს ოჯახის განკარგულებაში მყოფი რაინდების ორდენი. ვინაიდან ოჯახებისა თუ სახელმწიფოების რეალური ძალა დამოკიდებულია რაინდების რაოდენობაზე, წარსულში სწორედ 50,000 რაინდის თავდასხმის შედეგად შეძლო იმპერიამ მეზობელი სახელმწიფოების დამორჩილება. ლოგანი იმდენად ჯანსაღ გარემოს ქმნის ახალ აშენებულ ქალაქში, რომ მასში შედიან ლტოლვილები მეზობელი სამთავროებიდან. რაც კიდევ უფრო აძლიერებს მაკლეინებს როგორც ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური განვითარების პერსპექტივითაც. ამასობაში რეგიონის თვითგამოცხადებული ლიდერი როჯერ ბიპროსი, რომლის ოჯახმაც ჩაანაცვლა მაკლეინების გავლენა რეგიონში, იბარებს მიმდებარე ტერიტორიის დიდგვაროვნებს, რათა მათ შესთავაზოს მისი ლიდერობის ქვეშ შესვლა და მეორე პრინცის მხარდამჭერთა ბანაკში გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ ხანში შესულ მეფეს ყავს 3 შვილი, რომელთაგან პირველი 2 არაკომპეტენტურია. ლოგანი ეფექტურად იძვრენს თავს ამ სიტუაციიდან და ეფარება ფელიქს ესპერანსას, როგორც ნეიტრალური ძლიერი სახელმწიფო ფიგურის ავტორიტეტს. თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად ლოგანი ბოლომდე ვერ ახერხებს მამის იმედების გამართლებას, პატრიკ მაკლეინს უნდა მისი შვილი დროულად დაოჯახდეს, ამიტომ ის სთხოვს ჰერცოგს, რომ დაეხმაროს მის შვილს საცოლის პოვნაში, რადგან იგი ზედმეტ გულგრილობას იჩენს ამ საკითხის მიმართ. ჰერცოგის თვალში ლოგანი არის გულჩათხრობილი ახალგაზრდა. მას ეჩვენება, თითქოს მისი მოსწავლე მთელი ქვეყნიერების სადარდებელს დაატარებს ზურგით, ამიტომ ის ლოგანს აცნობს ერთ-ერთი დიდგვაროვნის ქალიშვილს, ეილინ ფლოიდს, რომელსაც სხვა ქალებისგან განსხვავებით, რაინდის მსგავსად გამოუვიძებული აქვს ძალა. გაკვირებულ ლოგანს წინა ცხოვრებიდან ახსენდება, რომ გრანდიის მხარეს იბრძოდა ერთი ქალი, რომელმაც ქალაქის დაცვის დროს ასამდე იმპერიის რაინდი მოკლა. მისთვის ცხადი ხდება, რომ ეილინი სწორედ ის მებრძოლია და იგი პოტენციური ზე ადამიანია, რომელიც დამატებითი კოზირი შეიძლება გახდეს იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მეგობრული დუელის შემდეგ ლოგანი ეილინს სთავაზობს, რომ წავიდეს მაკლეინების სამფლობელოში არა როგორც ქალი, არამედ როგორც რაინდი. ბუნებრივია მათ მოუწევთ ფორმალურად ნიშნობა, მაგრამ ეს გზა ერთადერთია, რათა ეილინმა მიიღოს სასურველი შედეგი, რომ გახდეს მებრძოლი. ამ შეთავაზებას ეილინი იღებს პოზიტიურად და თანხმდება მას. ამასობაში გრანდიის მეფე გარდაიცვლება და ხვირდება კონფლიქტი პირველი და მეორე პრინცის მხარდამჭერებს შორის. ლოგანისთვის მისაღებ მესამე პრინცს არ აქვს დიდი მხარდაჭერა, მის უსაფრთხოებას მხოლოდ ნეიტრალური ჰერცოგი ფელიქსი უზრუნველყოფს. დაპირისპირება საბოლოოდ გადაიზრდება სამოქალაქო ომში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან ზე ადამიანები, პირველი პრინცის ბაბუა ხუან დუგლასი და მეორე პრინცის ბაბუა ჯორდან ვოლტერმაიმი. ორივე ძალა უკეთებს შეთავაზებას ლოგანს, მაგრამ ლოგანი დროებით არჩევს ნეიტრალიტეტს. თუ გაინტერესებს ლოგანის და გრანდიის ბედი, ან და როგორ განვითარდა სამეფოში არსებული კონფლიქტი, აუცილებლად წაიკითხე ეს მანხვა. ხოლო თუ მოგეწონა ვიდეო, არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეს.